სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სააგენტომ იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტ პიკოტსთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე ევროპის კომისიის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით სააგენტო კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. საუბარია პარტიებზე, რომელთა სერიასაც ეკრანზე ხედავთ. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს ის. ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. გუშინ საღამოს გარკვეული რაოდენობა შემოტანილი პროდუქციის უკვე დაილუქა, ბაზრიდან ამოღებული არის, ასევე მიმდინარეობს ამოღება გამოთხოვის პროცედურა, რაზეც სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობას ახორციელებენ, სახელმწიფო კონტროლი დავიწყეთ და აღნიშნული დარღვევის გამო ბიზნეს ოპერატორს შესაბამისი სახდელი დაეკისრა ჯარიმის სახით. ცეროიდინის ტოქსინზე არის საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ განმარტავ, საუბარი არის ბიზნეს ოპერატორის მხრიდან ეჭვზე და მათ შორის, ანუ ამ აგენტის არსებობის ეჭვზე და მათ შორის კიდევ განმეორდები, რომ ევროკომისიის სწრაფი განგაშის შეტყობინების სისტემით, RASP-ის მეშვეობით სააგენტოს ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.